მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუდორ ლეჟბადინში მდინარე ალგეთზე ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს ჯამში 28 მეტრი სიგრძის დამცავი კედელი მოეწყობა. პარალელურად სამუშაოები დაიწყო სოფელ ზემო ყულარშიც, სადაც შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამ ქუჩაზე ჯამში 2380 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოიწყობა სანიაღვრე და წყალარინების სისტემები. ჩვენ გახდით ხუდორ ლეჟბადინში, სადაც მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კეთდება ნაპირსამაგრის სამუშაოები. ასევე მოვინახულეთ სოფელ ზემო ყულარში საავტომობილო გზების მოწესრიგების სამუშაოები და მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ სულ მალე აქ სამ ქუჩაზე დაახლოებით 2 კილომეტრ მანძილზე მოეწყობა ახალი ბეტონსაფარიანი გზა. თვითმმართველობის მხრიდან აქტიურად გრძელდება შიდა გზების მოასფალტება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი გეგმა არის, რომ უახლოეს წლებში მარნეულში ყველა სოფელში შიდა გზების პრობლემა მოწესრიგდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასფალტების დროული დაგება, ვინაიდან აქ ყოველდღიურად როგორც მსუბუქი ავტომობილები დადიან, ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან სახანძროებს, თუნდაც სასწრაფოებს სჭირდებათ აღნიშნული მოწესრიგებული გზა.